მკვლელობა ლაგოდეხში მძიმე დანაშაული სოფელ კაბალში მოხდა. შემთხვევის ადგილია პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. მკვლელობა ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით. ადგილზე იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი. დავით, ცნობილია თუ არა დანაშაულის დეტალები? დიახ, ვახო, ნინო, დავიწყებ იქიდან, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საგამოძიებო მოქმედებები. აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი ეკიპაჟი იმყოფება და ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დაახლოებით 2 საათის წინ აქ ადგილზე შუა ბაზარში, სადაც ხალხმრავლობა არის, გამოჩნდნენ ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობი პიროვნებები, სადაც მივიდნენ ერთ-ერთი ხორცის მაღაზიის მეპატრონესთან და მოახდინეს რამდენიმე გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, გასროლის ხმა გაიგონეს და როდესაც ისინი ადგილზე მივიდნენ, უკვე გარდაცვლილი დახვდათ ადგილობრივი მცხოვრები ფაზახირ ამირახოვი. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ჩვენ გასული წლის ივლისის თვეში შაბათის ფორმულამ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფაზახირ ამირახოვს ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მაღაზიიდან უნდა მიეცათ მათთვის ყოველთვიურად წილი, რაზეც მან უარი განაცხადა, ხოლო ამის შემდეგ მას საცხოვრებელი სახლის წინ დაუწვეს ავტომობილი და დაემუქრნენ სიკვდილით. რამდენი ხანი არის აქ პოლიციის? საათ ნახევარი იქნება. ვესწორდა თაფანჩი, კაიც. სამი გასროლა იყო. ეკრიგევნიკა ბიჭები, ზუსტად აი ხარიღავი და ბიჭებგენენ სამი ესწორდა კაგიდო. ადგილზე მოგალით, ხო, თავის მეხორცის ადგილია, იქ იქნება. არ ვიცი, ადგილში მოვიდა, თუ არ მოვიდა, არ ვიცი. სროლის ხმა გაიგეთ? ხო, ხმა ბაზარის შიგნიდან გაიგე. აი რატო უნდა მოეკლათ, ხო არის? არ ვიცი, გეცებს. რა საქმე რა არის? ბოლო დროს ვინმესთან ჩხუბი ხო არ თქონდა? არა, ჩხუბი ეს ნორმალი კაიკაცი არის და ჩხუბი არ არის. კაიკაცი არ, ჩემი მოზაბელი არის, კაი ბიზია. რამე ჩხუბი ქონდა ბოლო? არა, კაცო, ჩვენ აქ ვიღავი და ეს იქიდან ხმა მოვიდა ხალხი ზავიდა, всё. და მოკლული. მოკლული. რამდენი გასროლა იყო, ხო არ გაგიგიათ? არა, ზუსტად არ ვიცი. როგორც უკვე გითხარით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ჩვენთვის უცნობია და ასევე მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, ხოლო გამოძიება 100 მერვე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.